გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი მოგონებები შეიძლება თქვენს გონებაში საერთოდაც არ ინახება და ცოტა სხვა რაღაცაშია საქმე. ზოგიერთ ადამიანს ჰიპერთიმეზიით, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ მეხსიერებას, ახსოვს თავისი ცხოვრების ყოველი დღე კინემატოგრაფიული სიზუსტით. შეამოწმეთ, ვკითხეთ მას 20 წლის უკანდელი ამბავი და დეტალურად გაიხსენებს აბსოლუტურად ყველაფერს. რა ეცვა, რა ჭამა, რა საკეთებდა, ვისთან ერთად იყო და ასე შემდეგ. პარადოქსით, სწორედ აქ ჩნდება, რადგანაც ადამიანის ტვინი წესით და რიგით იტევს მხოლოდ და მხოლოდ 1 პეტაბაიტ მონაცემს, რაც უდრის შეკუმშვის გარეშე 4K ვიდეოს 15.5 დღის ოდენობით. მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა ადამიანს ახსოვს 60 წლის უკანდელი ამბები, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ 1000 პეტაბაიტს უდრის უკვე ეს სრული მონაცემი. და აქ ჩნდება სწორედ კითხვა, თუ სად ინახება ეს მონაცემები რეალურად. ამაზე ზუსტი და ჩამოყალიბებული ჭეშმარიტება ნამდვილად არ არსებობს, თუმცა არსებობს ერთი ორგანიზაცია International Space Federation, რომელიც დეტალურად იკვლევს ამ საკითხს, აყალიბებს თეორიებსა და ჰიპოთეზებს. ერთ-ერთი რადიკალური ჰიპოთეზა აქვს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ და ერთად განვიხილოთ ეს თემა. ისინი ფიქრობენ ამ ჰიპოთეზის მიხედვით, რომ იქნება და გამოცდილება კვალს ტოვებს თავად სივრცე-დროის სტრუქტურაში. ნეირონები მოქმედებენ როგორც რეზონანსული ამწყობები, რომლებიც ამ შაბლონებზე ეწყობიან. ტვინის სინაფსები არ ინახავენ რეალურად მონაცემებს და უბრალოდ ისინი გვეხმარებიან საჭირო სადგურების პოვნაში. თუ ეს ჰიპოთეზა ჭეშმარიტია, მაშინ გამოდის, რომ მეხსიერება ჩვენი ადამიანის თავის ქალაში არ არის ჩაკეტილი და ის სამყაროშია ჩაქსოვილი რეალურად. ტვინი ამ შემთხვევაში გამოდის როგორც მიმღები და არა მყარი დისკი, რომელიც ინახავს მაგალითად მეხსიერებას. ანუ მეხსიერება ფუნდამენტურად არ ინახება ტვინის ბიოლოგიურ სტრუქტურაში. ამის ნაცვლად ტვინი ფუნქციონირებს როგორც რთული მიმღები, ანუ რეზონატორი, რომელიც წვდომას იღებს ინფორმაციას, რომელიც კოდირებულია როგორც შაბლონი, ანუ პატერნი, თავად სივრცე-დროის სტრუქტურაში, კვანტურ დონეზე.